არც მისტერ უილის დავში. დისციპლინარულ კომიტეტს რეკომენდაციას მივცემ თქვენი გარიცხვის შესახებ. მისტერ სიმს, თქვენ დანაშაულს ფარავთ. თქვენ მატყუარა ხართ. მაგრამ არა ჩავშვები. მაპატიეთ? არა, ნამდვილად არ გაპატიებთ, მისტერ სლეიდ. ეს რა საზღვრება ხდება აქ? თხოვთ სიტყვები შეარჩიეთ, მისტერ სლეიდ. თქვენ ბიარდის სკოლაში ხართ, ყაზარმაში კი არა. მისტერ სიმს უკანასკნელ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ სიმართლე გითხრათ. მისტერ სიმს არ უნდა სიმართლის თქმა. და სულაც არ სჭირდება ბეარდელის იარლიყის მიწებება. ეს აუბედურებაა. რა დევიზია თქვენ სკოლაში? ბიჭებო, ჩაუშვით ერთმანეთი, რომ თავი გადაიჩინოთ და ცეცხლზე არ დაიწვათ? არა, ბატონებო. როცა ბრძოლა იწყება, ზოგი გარბის, ზოგი კი რჩება. აი ჩარლი, რომელიც ცეცხლს პირისპირ დაუდგა, და აი ჯორჯი, რომელიც მამის დიდ ჯიბეს ამოეფარა. თქვენ რა გააკეთეთ? ჯორჯი დააჯილდოვეთ და ჩარლი გაანადგურეთ. დაამთავრეთ, მისტერ სლეიდ? არა, ჯერ ხურდები. არ ვიცი ვინ დადიოდა ამ სკოლაში. უილიამ ჰოვარდ ტაფტი, უილიამ ჯენინგს ბრაიანტი, უილიამ ტელი თუ ვინც იყო? მათი სული მკვდარია. თუ ოდესმე ჰქონდათ სული, ის მოკვდა. თქვენ აქ ვითხრებით სავსე გემს აშენებთ. ერთმანეთის ჩამშვები მეზღვაურების ხომალდს. და თუ გონიათ, რომ ამ პატარა ბიჭებს კაცობისთვის ამზადებთ, ჯობია კარგად დაფიქრდეთ, იმიტომ რომ მე თუ მკითხავთ, თქვენ სწორედ იმ სულს კლავთ, რომლითაც ასე ამაყობთ. და სამარცხვინოა. ეს რა სპექტაკლი მოაწვეთ დღეს? ერთადერთი დადებითი პერსონაჟი ჩემ გვერდით ის. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ, ამ ბიჭის სული ჯერ კიდევ სუფთაა. ეს უდავო ფაქტია. გითხრათ როგორ მიხვდი? ერთმა ადამიანმა, არ ვიტყვი ვინ, ამ სულის ყიდვა მოინდომა. ჩარლიმ კი სული არ გაყიდა. წესიერად მოიქეცით. წესიერად მოვიქცე? მე გაჩვენებთ, როგორ უნდა წესიერად მოგქცევა. თქვენ არ იცით, წესიერი საქციელი რა არის, მისტერ ტრასკ. მე გაჩვენებდით, მაგრამ ძალიან ბებერი ვარ და ძალიან დავიღალე. თანაც სრულიად ბრმა ვარ. აი ეს კაცი რომ იყო 5 წლის წინ ვიყავი, აქაურობას გადავბუგავდი. წესიერად მოიქეცი. რა სისულელს მილაპარაკებით? სულ ასეთი კი არ ვიყავი. იყო დრო, როცა მეც ხედავდი. და ბევრი ასეთი ბიჭი მინახავს. ამაზე პატარებიც. თლიანად დასახიჩრებულები. დასახიჩრებულ სულზე საშინელი სანახავი არ არსებობს. სულს პროთეზით ვერ შეცვლი. თქვენ გონიათ, რომ ამ დიდებულ ქვეთ ჯარისკაცს ისევ ორეგონში გზავნით? კუდა მოძუებულს. ასეა? მე გეკეთვით, რომ თქვენ მისი სულის დასჯა გინდათ. რატომ? იმიტომ რომ ეს ბიჭი ბეარდელი არ არის. ბეარდელი არ არის. ამ ბიჭს თუ გულს მოუკლავთ, ბეარდელი განეწრები იქნებით. ყველანი, თქვენც, ჰარი, ჯიმი, ფრენდ, თუ ვინც ხართ მანც. თქვენც ნაბიჯურები ხართ. დაბრძანდით, მისტერ სლეიდ, ჯერ არ დამიმთავრებია. აქ რომ მოვედი, ასეთი სიტყვები გავიგე. ლიდერების აკვანი. იცით, როცა კაუჭი ჭერს მოწყდება, აკვანი ჩამოვარდება. თქვენი აკვანი უკა ჩამოვარდა. ჩამოვარდა. კაცების გამზრდელებო, ლიდერების შექმნელებო, იმაზე დაფიქრდით, როგორ ლიდერებს ზრდით აქ. არ ვიცი სწორად იქცევა თუ არა ჩარლი დღეს ხმას რომ არიღებს. მოსამართლე არ ვარ. მაგრამ ერთ ამას გეტყვით. ის არავის არ გაყიდის იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი იყიდოს. და ამას მეგობრებო ეწოდება პატიოსნება. ამას ეწოდება სიმამაცე. ეს კი ის თვისებებია, რომელიც ლიდერს უნდა ჰქონდეს. იცით, ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილ ვარ გზა გასაყარზე. ყოველთვის ვიცოდი, რომელი იყო სწორი გზა. ყოველთვის. გამონაკლისის გარეშე. მაგრამ არც ერთხელ არ წავსულ ვარ სწორი გზით. იცით რატომ? ეს ძალიან ძნელი იყო. მაგრამ აი ჩარლი, დღეს ისიც გზა გასაყარზე იდგა და თავისი გზა აირჩია. ეს სწორი გზაა. ეს ის გზაა, რომელიც მას მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებისკენ წაიყვანს. მივცეთ საშუალება, რომ ამ გზაზე სიარული განაგრძოს. ამ ბიჭის მომავალი თქვენს ხელთაა, კომიტეტის წევრებო.
ეს ღირსეული მომავალია. მერწმუნეთ. ნუ გააფუჭებთ ამ მომავალს. დაიცავით. დაეხმარეთ. და ერთ დღეს თქვენი საქციელით იამაყებთ. როგორი ბრძოლა იყო? ამათ ვერაფერი ვერ გააჩუმებს, სერ. დისციპლინარული კომიტეტი თავის დასკვნას გაგაცნობთ.